მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან უღრმესი მადლობა იმის რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი იმის რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ ვინც არ უნდა გაგეცნობთ მე ვარ კატა. შეგახსენებთ რომ პირადი დიაგნოსტიკაზე უნდა მომწეროთ WhatsApp-ში. ხოლო რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, გავაკეთეთ ისეთი გაშლა, ფიქრი, გრძნობა და პერსპექტივები, ხო, ურთიერთობის როგორ იქნება. ნახოთ. პირველ რიგში ნახოთ ახლა ამ ეტაპზე რა ურთიერთობაში ხართ, რომ მიხვდეთ თქვენია თუ არა გაშლა. რა ურთიერთობაში ხართ? პარტნიორის ფიქრები. პარტნიორის გრძნობები. რა აქვს გეგმაში თქვენთან მიმართებაში? მოდი თქვენ რა გაქვთ ამ პარტნიორის მიმართ გეგმაში? ესე ვნახოთ. და საბოლოო ჯამში სამყარო როგორ ხედავს თქვენს ურთიერთობის პერსპექტივას. აქ რაღაცა შიშების მდგომარეობა გვაქვს. კარგი, ნახოთ. აქ რა ურთიერთობა გაქვთ? მე ესე ვიტყოდი, რომ დღევანდელი გაშლა არის ურთიერთობაზე, სამკუთხედ სიტუაციაზე, იმიტომ რომ აქ ადამიანი გასულია, შეიძლება მეორე ოჯახი შექმნა უკვე, შესაძლებელია რომ რაღაცა მეორე ოჯახი არ შექმნა, მაგრამ თავის მშობლებთან დაბრუნდა, ხო, რაღაც ესეთი მომენტი. ურთიერთობაში არის განშორება, ურთიერთობაში არის განხეთქილება, შეიძლება ითქვას და აქედან გამომდინარე, ურთიერთობა არ არის, ხო? ესე რა ვთქვათ. დავამეტყით. ანუ ადამიანი უკვე სხვა ურთიერთობაში შეიძლება შესული და აქ აშკარად შეიძლება როგორი მომენტი იყოს, იცით რომ არც თქვენ გტოვებდეთ ბოლომდე, ანუ ხო ნახეთ, ადამიანი შედის სხვა ურთიერთობაში, წავიდა თავის გზაზე, მაგრამ არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც ბოლომდე არ ტოვებს იმ ურთიერთობას, რომელ ურთიერთობაშიც იყო, ხო, თქვათ, თუნდაც თუ ოჯახური სიტუაცია იყო და აქ დაშორება მოხდა, ხო, ოჯახი დაინგრა, შეიძლება ადამიანმა შექმნა კიდევაც სხვა ოჯახი, მაგრამ თითქოს თქვენ არ გაქვთ ამისი უფლება, ხო, ან რაღაცა ძალიან ერევა თქვენს პირად სივრცეში. ყოველ შემთხვევაში აქ ესეთი სიტუაცია არის და ესეთი მდგომარეობა არის. თუ ის მომენტია, რომ შესაძლებელია კიდე რა მომენტი იყოს, იცით, აქ ადამიანს ყავს ოჯახი, თქვათ, ურთიერთობა აქვს, ოფიციალურ ფორმაშია, შეიძლება გასვლა უნდადეს, ახალი ოჯახი შექმნა უნდადეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით აქ ის რაღაცა არ გამოდის, ხო, რაღაცა ესეთი მომენტი არის, თუმცა რაღაცა ახლისკენ მიდის და რაღაც ყოველ შემთხვევაში აქ მაინც სამკუთხედი სიტუაცია ისახება, გინდათ ესე ვთქვათ, გინდათ ისე ვთქვათ. კარგი, პარტნიორის ფიქრები თქვენს მიმართ. მე ესე ვიტყოდი, რომ პარტნიორი საკმაოდ ისეთი მანიპულატორი ადამიანი არის. მე მგონი აქ მართლა ის მომენტი არის, რომ ორს გამზაზის და არც თქვენ გიშვებთ და იქ სადღაც სხვაგან თავის ცხოვრება კი დაიწყო, მაგრამ თქვენ აშკარად არ გიშვებთ, იმიტომ რომ ნახეთ როგორ მომენტია, რას ფიქრობთ თქვენზე, იმას რომ ძალიან საინტერესო ადამიანი ხართ, იმას რომ ძალიან კარგი მეგობარი ხართ, კარგი პარტნიორი ხართ, კარგი მოსაუბრე ხართ, ხო, შეგიძლიათ გვერდში დგომა, შეგიძლიათ რომ ადამიანს აგრძნობინოთ თქვენი მხარდაჭერა, ხო? რას ფიქრობს? ფიქრობს იმას, რომ გაუჭირდება თქვენი კონტროლი, თქვენთან ურთიერთობა, თუ კი თქვენ ცხოვრებაში გამოჩნდება ვინმე სხვა პარტნიორი, რომელიც თქვათ, მერე თქვენს გულს მოიგებს, ხო, რაღაცა ესეთი მომენტები აქვს ადამიანს.
დავამატებ მაინც რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენს და ხო, ანუ წარსულში არ უნდა დატოვება ბოლომდე სიტუაციის, ესე ვთქვათ და ცდილობს რომ არც ხოლმე არც თქვენგან დრო გაიყვანოს. თუ აქ ურთიერთობა არის ის მომენტი რომ ოჯახი ყავს ადამიანს და რაღაცა პირობა მოგცათ რომ წამოვა ოჯახიდან და თქვენთან ერთად შექმნის ოჯახს, ხო, აქ ადამიანი იცდება რომ პირიქით დრო გაიყვანოს, ანუ ფიქრობს იმას, რომ რაც შეიძლება მეტად, უბრალოდ ზრუნვა გამოიჩინოს, უბრალოდ რაღაცა თავისებურად ისე შეგიქმნათ სიტუაცია, რომ თქვენ არ მოგინდათ ვიღაცის ანუ ამ ადამიანის გაშვება და ვიღაცასთან ურთიერთობის დაწყება, ხო? რაღაცა დრო გაწელოს და გაიტანოს. ანუ ფიქრებში აქვს ეს მაქსიმალურად, როგორ შეიძლება თქვენთან დროის გაყვანა რომ არ გაექცეთ, ხო, რაღაცა ეს მომენტი არის, იმიტომ რომ აქ ადამიანი შეიძლება კიდევაც ერთხელ გეუბნებით, რომ შეიძლება დააკვირდათ, რომ თქვენთან ოჯახს შექმნით და თქვენთან რაღაცა ურთიერთობა სააწყო და მალე დაასრულებდა რაღაცა ურთიერთობას, მაგრამ აშკარად ადამიანი ამას არ აკეთებს. გრძნობები იცით რა არის გრძნობებთან მიმართებაში მაპატიეთ, მაგრამ ვერაფერს ვერ ვიტყვი, რომ ხა მე აქ ამერიკანებით რომ უყარხართ. გრძნობები მე ესე უფრო ვხედავ ამას, რომ შეიძლება თქვენ ამ ადამიანის ცხოვრებაში შეიტანეთ ძალიან დიდი წვლილი. დიდი წვლილი იმის მხრივ, რომ ადამიანის ცხოვრებაში რაღაცა შანსები დაანახეთ, რაღაცა ამუშავდა, იღბლიანი ადამიანი ხარ, ან თქვენ რაც გაჩნდით მის ცხოვრებაში რაღაცა უფრო მოძრაობა დაიწყო, ხო, შეიძლება ადამიანი რაღაცა სამსახურს არც ეძებდა, ხო, ან რაღაცა იწვა მთელი 10 წელიწადი ტახტზე და თქვენი გამოჩენის შემდეგ ადამიანმა მიხვდა, რომ მუშაობა უნდა დაიწყოს, უნდა წიწავიდეს, უნდა რაღაცა ცვლილებები გააკეთოს, ხვდებით? ანუ თქვენს მიმართ ამ ადამიანის გრძნობების კუთხით კი არა, უფრო პერსპექტივების კუთხით აქვს. თუმცა ემოცია ნამდვილად აქვს. მე ვერ ვიტყვი, რომ ემოცია არ აქვს, მაგრამ იცით რა, ეს ემოცია არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანმა გრძნობებზე ისაუბროს, ხო? აქ დაფარული ურთიერთობა არის და აი ადამიანის გრძნობებიც კი ესე ვთქვათ, როგორ არის, იცით, აი არ ვიცი ხა შეიძლება თავს არ უტყდება და იმიტომაც აქ დაფარული, მაგრამ აქ ურთიერთობაც დაფარულია, ადამიანის გრძნობების დაფარული, ანუ რეალური სახე თითქოს არ უნდა ადამიანმა დაგანახოთ. ნახეთ, მე ესე ვიტყოდი, რომ ადამიანს შეიძლება იმდენად კომფორტის ზონაში მოახვედრეთ და ვთქვათ, კი, თავისი ოჯახი აქვს, შეიძლება ანუ მეუღლე და შვილები ვთქვათ, ხო, მაგრამ თქვენ შეუქმნით რაღაცა მეორე ფლანგზე პირადი სივრცე და რაღაც ესეთი ოჯახური გარემო და შესაბამისად ახლა როგორ არის, იცით, აი არც იმის დაკარგვა უნდა, არც თქვენი დაკარგვა უნდა, ძალიან კომფორტში არის და აქ გრძნობებზე მეტად თქვენთან ყოფნის სურვილი არის იმ კუთხით, რომ არ დაკარგოს ის, რაც აქვს. არ გამოეცალოს ხელიდან ის ენერგია, რომელიც აქვს. არ ვიცი, ხა შესაძლებელია აქ ვიღაცამ კონკრეტულად ვთქვათ, რაღაცა სამსახურებრივი ურთიერთობა გაქვს და თქვენ ვთქვათ, შეიძლება რაღაცა გაქვთ იმისი საშუალება, რომ ეს ადამიანი გაანთავისუფლებინოთ სამსახურიდან, ხო, ვთქვათ, ან რაღაცა პრობლემა შევქმნით, ან უბრალოდ თქვენ თუ წახვალთ ამ მისი სამსახური, თუ თქვენ ხართ პირიქით დაქვემდებარებული პირი, მაშინ თქვენი წასვლით დაზიანდეს, ხო, ამ ადამიანის კარიერა და რაღაცა სამსახურებრივი მომენტი. ყოველ შემთხვევაში აქ მე სიყვარულზე სამწუხაროდ ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ აქ სიყვარულზე მეტად საჭიროებებს უფრო აჩვენებს ადამიანი, რომ უბრალოდ საჭირო არის თქვენთან ურთიერთობა, უბრალოდ მას სჭირდება ეს ურთიერთობა, უბრალოდ მას სჭირდება ის ემოციები, მას სჭირდება რაღაცა ენერგიები, მაგრამ პირველივე შესაძლებლობაზე, როდესაც მას რაღაცა არ მოეწონება, ის უბრალოდ ადგება და წავა. ის უბრალოდ ადგება და გავა ამ ურთიერთობიდან და შესაბამისად რომელ გრძნობებზე ვსაუბრობთ, ხომ, ესე მარტივად თუ შეუძლია ადამიანს, რომ დატოვოს ურთიერთობა. კარგით, მოდით აბა ვნახოთ მისი გეგმები თქვენთან მიმართებაში.
ნახეთ მის გეგმები მე ანუ პირდაპირ გეტყვით რომ აქ მე აშკარად დაოჯახებულ მამაკაცს ვშლი ნუ პარტნიორზე ყოველ შემთხვევაში შეიძლება ქალბატონი არის და დაოჯახებული და მეორე მხარე რა აქ გეგმებში რო გითხათ რომ ახლა ამ ადამიანს აქვს რაღაცა ურთიერთობის სურვილი არა მე ესე ვიტყოდი რომ თუკი თქვენ მის ზედმეტად სივრცეს დაარღვევთ ადამიანი გახდება არაადეკვატური კონფლიქტური ხო მას აქვს გეგმაში ის რომ დაიცვას ისევ და ისევ თავისი ოჯახი, ისევ და ისევ თავისი ის პარტნიორი, რომელიც დიდი ხანია ყავს და თქვენთან გეგმაში აქვს რომ იყოს რაღაცა ემოციებით, რაღაცა ენერგიებით, სითბოთი შეიძლება ხო რაღაცა ურთიერთობით, სადაც გვექნება თქვათ, ну ესე ვთქვათ, ინტიმური ურთიერთობაც, ერთმანეთთან გავცვლით ემოციებს, რაღაცა რჩევებს, რაღაც მეგობრულად ყავას დავლებთ. ანუ ნახეთ, აქ ადამიანის გეგმა არის ის, რომ შეინარჩუნოს არსებული, რაც აქვს არსებული, მაგრამ თქვენთან გეგმა არის ის, რომ აი ეს სილაღე და სიმშვიდე და ის რაღაცა წამიერი ემოციები ნამდვილად შეინარჩუნოს. აქ ადამიანის გეგმაში აქვს სამკუთხედ სიტუაციის შენა. ანუ ნახეთ ორ სკამზე უნდა ადამიანს ჯდომა. მე აქ ვერ ანუ იმიტომაც არის ფიქრებშიც, არც თქვენი გაშვება უნდა ფიქრებშიც და მაქსიმალურად დრო გაიყვანოს. გზნობებთანაც მიმართებაში ადამიანი ძახის რომ მე მჭირდება და იმიტომ ვარ და ნუ ქმედებაც შესაბამისია, მას ჭირდება და იმიტომ არის, მაგრამ ყოველთვის დაიცავს ორივე ანუ თუ ისე გახდება მე მგონი რომ ძალიან მარტივად გავა ურთიერთობიდან ხვდებით ანუ თუ მის კომფორტის ზონა დაირღვევა ძალიან და აღარ იქნება კომფორტში თქვენ რა გეგმები გაქვთ აბა ამ ადამიანთან ისეთ არის მე ესე ვიტყოდი რომ შეიძლება თქვენ ხვდებით რომ ტყუილის მსხვერპლი გახდით ხო შეიძლება აქ ადამიანთან გაქვთ უკვე რაღაცა წლების ურთიერთობა თქვათ ხო, რა ვიცი, 4 წელი, 5 წელი, 6 წელი და ადამიანი ერთი და იგივეს გპირდებათ, ერთი და იგივეს იძახის, მაგრამ ცვლილებებს არ ქმნის და უკვე როგორი მომენტია იცით, აი თქვენ სწორად გამიგეთ და არ მიწყინოთ, მაგრამ თითქოს უკვე რო იტყვანი, აღარც გინდოდეთ შეიძლება ამ ადამიანის აღარც მოსვლა, აღარც წასვლა და საერთოდ არც არაფერი, მაგრამ მე მაინც ჩემსას მივიღებ, ხო? აი, მე მაინც ისე იქნება, როგორც მე ესე გეტყვით, თქვენ ძალიან კარგად ხვდებით, რომ ეს ადამიანი იტყუება, რომ ეს ადამიანი არ არის გულწრფელი თქვენთან. ვერ ვიტყვი, რომ რაღაცა მომენტში, მაგრამ აქ ზუსტად ეს მომენტია, ნახეთ, გინდათ ამ სიტუაციებიდან განთავისუფლება და იცით რა არის, ნახეთ, განთავისუფლება შეიძლება გინდოდეთ, შეიძლება გაშვებაც გინდოდეთ, მაგრამ აი ეს შინაგანი ეგოს მომენტი, რომ დავკარგე ამდენი წელი, რომ შევალე ჩემი ყველაზე საუკეთესო წლები, რომ მე მაქსიმალური გავაკეთე, რომ ეს ადამიანი თქვათ, რომ მთელი დღე რო იწვა ტახტზე, ავამუშავე, გამოვიყვანე, ჩავაცვი, ხო? ანუ შეიძლება თქვენ არ გიყიდიათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ადამიანს დაანახეთ ცხოვრება, დაანახეთ რომ იმის გარდა რომ ტელევიზორს უყუროს და პულტით ხან ერთ არხზე გადარსოს, ხან მეორე არხზე გადარსოს და თქვათ თუნდაც მე შეიძლება ესე ვთქვა რომ შეიძლება შვილებთან ურთიერთობაც თქვენ ასწავლეთ, ხო? აი რაღაც ხო არის მამები რომ გენეცვალოს მამიკო და გაიარა, ხო? ანუ არაფერი. მაგრამ თითქოს აი რაღაცა ის ოჯახური სითბოც თქვენ ასწავლეთ, რომ აი იქ ოჯახი არის, ბავშვებს ყურადღება უნდა, გასეირნება უნდა, რაღაცაც უნდა უყიდო. ანუ ნახეთ, აქ ისეთი მომენტი არის ამ ადამიანის ცხოვრებაში თქვენ შეიძლება კიდევ იმიტომ გეუბნებთ, რომ თქვენ მეორე ოჯახის როლი შეიძლება მოიდგეთ და იმის მაგივრად რომ თქვათ პირველივე ეტაპზევე რაღაცა სხვანაირად გადაგელაგებინათ, პირიქით თითქოს ცდილობდით რომ რაღაცა იქნება ოჯახის შეენარჩუნებინა და არ დანგრეულიყო. ხაი ნახეთ როგორი მომენტია, ხანდახან არის ხოლმე, როდესაც ადამიანს გაიცნობენ, შეიძლება ცოტა ისეთი ქაოტური და არეული ოჯახური ცხოვრება კონდეს თქვათ პიროვნებას და ქალბატონები ყოველთვის უმეტეს შემთხვევაში უშვებენ ესეთ შეცდომას. იქნება აღგედგინა, იქნება დაფიქრებულიყავი, მაინც ბავშვების დედა, მაინც ეს არის, მაინც ის არის და ნახეთ საბოლოო ჯამში ამ ადამიანს
აგდებთ გაურკვევლობაში. უკვე ვეღარ იგებს, ანუ თქვათ შეიძლება უნდა უკვე წამოსვლა, გეგმავდა, მაგრამ თქვენი დალაპარაკებით მე ამ ადამიანმა დაფიქრდა და შეიძლება დარჩა, რატომაც არა, ორივე მეყოლება. ნახეთ როგორი მომენტი არის, შევეხა მეუღლემა მიწყინან, რომ ხო, აბა სად უნდა წავიდეს და ჩემი ქმარია და უნდა იყოს, მაგრამ ნახეთ ძალით გაჩერებული მამაკაცი კი არა და საკუთარი შვილიც არ მინდა ძალით გაჩერებული ჩემოკარგებო. ანუ მით უმეტეს მამაკაცი გინდა შვილის მამა დაუძახეთ და გინდათ რა ვიცი, ვინც გინდა დაუძახეთ, არა აქვს მნიშვნელობა. როდესაც ადამიანი ორ ადამიანს, ანუ ორივეს გატყუებთ, ხო? იქ მივა მასეოვნება მიყვარხარ, აქ მოვა თქვენ გეუბნებათ მიყვარხართ, იქ წავა იმას აზრობს პირობებს, აქ წამოვა. ანუ ადამიანი ორივე ადამიანს ატყუებს, ხო? და ორივეს ყვებავს რაღაცა ილუზიებით, ხო? ილუზიებში ცხოვრება კიდე სამწუხაროდ ჩვენ და არის ის მომენტი, როდესაც ჩვენ კი არ ცხოვრობთ, არამედ ვცოცხლობთ. ხო, ანუ ვცოცხლობთ, იმიტომ რომ ყოველი დღე რუტინულია, ყოველი დღე ერთნაირია, ყოველი დღე ნერვები შლა არის და ერთხელ მოვდივართ ამ ქვეყანაზე და ხა, ნუ კაია, კი ძალიან კარგია, როდესაც გიმართლებს ცხოვრებაში და იმ ადამიანს, ვინც გიყვარს და გაყევი, ბოლომდე, სიცოცხლის ბოლომდე ერთად ხართ. ახლა დეჩემა და მამჩემა 50 წელიწადი იცხოვრეს თანაცხოვრებაში და ძალიან ბედნიერება იყო, მაგრამ ну სამწუხაროდ მე ვერა მაგალითად ხო ანუ ის მომენტი რომ ადამიანი გააჩეროთ რაღაცა იმის გამო რომ ეგო დავიკმაყოფილოთ და ერთმანეთს რაღაცა იქნებოდა დაბრუნდეს სიყვარული თუ წავიდა არსად არ დაბრუნდება ანუ და ზოგადად თუ წავიდა სიყვარული, ესე იგი ის არ იყო ის სიყვარული, რომელიც უნდა ყოფილიყო. აი აქ ზუსტად ეს მომენტი არის. აქ ადამიანი ორ სკამს შორის არის, ორ სკამზე ცდილობს დაჯდომას, ორივეს ოჯახად აღიქვათ. შეიძლება არ ვიცი, მეორე მხარესაც ეუბნება რომ შვილი უნდა თუ ანუ შეიძლება ყავდეს კიდევაც ხო, უკვე ყველას თავისი არის საჯაროა გაშლა და ძალიან რთულია ახლა ყველა სიტუაციას მოარგო მდგომარეობა. მაგრამ აქ აშკარად ადამიანი ცდილობს რომ ყველაფერი შეინარჩუნოს და თქვენც უკვე ნახეთ თქვენი სურვილებიც უკვე იცით როგორია რომ ხვდებით ყველაფერს თითქოს გინდათ კიდევაც რომ განთავისუფლდეთ ამ ყველაფრისგან, მაგრამ აი სინანულის მდგომარეობა როდესაც არის რომ იმდენი ჩავდე ამ ადამიანში, იმდენი ენერგია ჩავდე, იმდენი წლები დავკარგე. ვიღაცამ შეიძლება მართლა ისეთ ასაკში გაიცნო, რომ როდესაც შეეძლო შვილის გაჩენა და ამ დღეს არა ხვალ არას ძახილში და ცოტა ხანი მაცადეს ძახილში სამწუხაროდ ის წლები დაკარგა, როდესაც შეეძლო რომ შვილი ყოლოდა და დღესდღეობით შეიძლება ვეღარ ახერხებს, ხო? ანუ აღარ არის რეპროდუქციული მდგომარეობა. ამიტომ აი აქ ეს მომენტია, თქვენ უკვე აქ აღარც თქვენ აგაქვთ სიყვარულის მომენტი, აქ უფრო ეგოიზმის მომენტი არის ჩართული. როგორ ხედავს სამყარო თქვენს ურთიერთობას? იცით რა არის სამყარო, როგორ ხედავს თქვენს ურთიერთობას? აი, როგორ შეიძლება დაინახოს ძალიან ისეთი მარტივად და მსუბუქად, როდესაც თვალები ახვეული გვაქვს, ხელები, ფეხები შეკრული გვაქვს, აბსოლუტურად გამოუვალ სიტუაციაში ვართ და მე ესე გეტყვით, ეს არის დასასრულის დასაწყისი, შეიძლება პატარა კონფლიქტური პერიოდიც გააქვთ და რაღაცა ისეთი მომენტები და ეს არის დასასრულის დასაწყისი ზუსტად. როგორ ხედავს? აქ ხედავს ორი ერთმანეთზე უარესი ეგოისტი ადამიანის შეყრას, რომელიც პრინციპის მდგომარეობაში არ დათმობს პოზიციას. აი რაღაცა ეს მომენტი აქვს. როგორ ხედავს თქვენს ურთიერთობას სამყარო? ხო, აქ პირდაპირ გეუბნებით შემოკარგება, ანუ სამყარო ამ ურთიერთობას ვერ ხედავს რაღაცა იმ მდგომარეობაში, რომ ყველაფერი კარგად იქნება. სამყარო ამ ურთიერთობას ხედავს, რომ ეს არის უბრალოდ ერთ ციკლზე მატრიალებელი ურთიერთობა, სადაც უბრალოდ პირდაპირ გეტყვით
მეორე მხარე, თქვენი პარტნიორი არის მოგებულ სიტუაციაში, იმიტომ რომ ძალიან კარგად არის მორგებული ორივე მხარეს და მოგებული არის ეს ადამიანი, უბრალოდ თქვენი პრინციპის გამო თქვენ ვერ ხედავთ ახალ სიტუაციის და ახალი ურთიერთობის შემოშვებასაც შესაძლებელია და ნახეთ, კიდევ უფრო მეტ სიღრმეში შედის თქვენი მდგომარეობა და კიდევ უფრო მეტი ტკივილი და შიშის მდგომარეობა. ხო, აი, იცით რა, შეიძლება სამყარო ხედავს კიდევაც იმას, რომ აი ნახეთ, მე გითხარით, რომ შეიძლება აქ უკვე ისეთი დრო გაქვთ დაკარგული, რომ სულ არარაობას რა ვქნა ვიყო ამ ურთიერთობაში, აი ეს პოზიცია გაქვთ შეიძლება უკვე მორგებული და მე ესე ვიტყოდი, რომ სამწუხაროა ძალიან, მაგრამ აქ ურთიერთობის მდგომარეობა როგორ ხედავს ერთი არკანის. ხო, არა, აქ უფრო ის მომენტი არის, როდესაც უბრალოდ ორი ერთმანეთზე უარესი ჯიუტი ადამიანი შეხვდა და უბრალოდ არც მე დავთმობ, არც შენ დათმობ და თან კიდე როგორი მომენტი იცით, აი ნახეთ, არის ესეთი შემთხვევები ხოლმე, როდესაც მე არ წავალ პირველი და მოდი წავიდეს ის პირველი, თუ ესეა, ხო, ანუ რომ მე რაღაც აი შინაგანად იქნება მე რო ვუთხარი რომ წადი, იმიტომ წავიდა, თორე უნდა დარჩენა და ანუ მსგავსი მომენტები არის ხოლმე და აი შეიძლება ეს შინაგანი მდგომარეობაც იყოს, რომ მოდი თვითონ წავიდეს, თვითონ გადადგას ნაბიჯი, თვითონ მიიღოს ეს გადაწყვეტილება, ხო, აი რაღაცა ესეთი ერთმანეთთან ვინ პირველი წავა და ვინ მეორე, აი ეს მდგომარეობა არის აქ. რა გითხრათ? გამოსავალი. მოდით ნახოთ აბა გამოსავალი. რა არის ამ ურთიერთობაში გამოსავალი? სწორი არჩევანი. ნახეთ, გამოსავალი არის ის, რომ აი ეს სიჯიუტე გადადოთ გვერდზე, სიჯიუტე და აი ეს რაღაცა ვინ ვის ვაჯობებთ, გადაიდოს გვერდზე, სწორი არჩევანი გააკეთოთ, ანუ გულით არჩევანი გააკეთოთ, ხვდებით, ანუ აქ თუ უკვე ის მომენტი გაქვთ, რომ ან მე არ მივიღებ გადაწყვეტილებას ან რაღაც აი თან ნახეთ თქვენც უკვე ისეთი მომენტი გაქვთ რომ ხვდებით და არ უშვებთ ხო მიიღეთ სწორი და გულით არჩევანი და სწორი არჩევანი მიიღეთ და თქვენს ცხოვრებაში შემოუშვით ის შანსი ის მდგომარეობა რომელმაც შეიძლება ესე ვთქვათ მოგიტანოთ ბედნიერება ხო სიმშვიდე სიწყნარე სტაბილურობა კარგი ურთიერთობა ხო ну კი ხო განთახა სხვადასხვა ასაკის ადამიანი უყურებს ამას და თუ არის ის მომენტი რომ უკვე გადაცდით თქვათ 45 და რა ვიცი 50 ხო ან და ვეღარ ხერხდება შვილის მდგომარეობის გამო იკავებს თავს რომ ნუ აღარ მეყოლება და ვიღაცასთან როგორ ნახეთ ძალიან ბევრი პატარა ბავშვია რომელსაც სჭირდება თბილი ოჯახი ხო და თავისუფლად შეგიძლიათ რომ ბოლო იშვილოთ და ერთ ადამიანს ერთ პატარა ბავშვს მისცეთ იმის საშუალება რომ გაიზარდოს მყუდრო, საყვარელ და ესეთი თბილ გარემოში, ხო? ანუ თავისუფლად შეგიძლიათ თქვენს ცხოვრებას მისცეთ შანსი, მისცეთ სამყაროს იმის შანსი, რომ თქვენი სწორი პარტნიორი გამოგიგზავნოთ და თქვენი ადამიანი გამოგიგზავნოთ. ისე რომ მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება, გამოსავალი ერთადერთი ეს არის ამ სიტუაციიდან, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ და თქვენი გზა აირჩიოთ, რომელიც იქნება თქვენთვის სიკეთის და სიმშვიდის მომტანი, ესე რომ ვთქვათ. მე გისურვებთ ბედნიერ ურთიერთობებს, რა თქმა უნდა, სტაბილურობას, თითოეულ თქვენთაგან სიყვარულს. ეს აუცილებელია. და როგორც გითხარით, პირად გაშლებისთვის შეგიძლიათ მომმართოთ WhatsApp-ზე. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, სამწუხაროდ, მაგრამ ცოტა მძიმე გამოვა. დროებით.